მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ეკოგრაფი. ყოველ ხუთშაბათს საღამოობით 7 საათზე გავდივართ ეთერში და დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ჰესების პრობლემა, დიდი ჰესების მშენებლობის აქტუალობა სამწუხაროდ დღემდე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დაახალი ხელისუფლება დებდა საარჩევნო პირობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნებოდა აკრძალვა, მაგრამ რეალობაში ეს არ განხორციელდა, ამიტომ დღევანდელი ჩვენი არჩევანი, ჩემი და ჩემი თანაწამყვანების იყო, რომ ყოფილიყო ეს საკითხი კიდევ ერთხელ განხილული საზოგადოების ინფორმირებისათვის და საიმისოდ, რომ ყველას გაიაზრებიდა თუ რა მხოლოდ და რა მოცულობის რისკებთან გვაქვს ჩვენ საქმე, როცა საუბრობთ დიდ ჰესებზე. ბატონო ლაშა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო სტუმარო და თანაწამყვანო და ბატონო ლაშა, სანამ უშუალოდ ხუდონ ხეზე, რომელიც ამ დიდ ჰესებს შორის ყველაზე აქტუალური არის დღეისათვის საქართველოში. სანამ უშუალოდ ამ პროექტზე გადავიდოდეთ და ამ პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს გამსჭიდეთ, მანამდე თუ შეგიძლიათ რომ მაყურებელი უკეთ გაათვითცნობიეროთ ზოგადად რა სარგებლობა მოაქვს ამ დიდ ჰესებს და არის თუ არა მათი წარმართვა და მათი განხორციელება და მათი ნერგვა, ასე ვთქვათ, საქართველოში საჭირო. დიდი ჰესების ტერმინი რო გავმარტოთ, ალბათ ეს იქნება უპირველეს ყოვლისა აქტუალური, რას ეწოდება ეს დიდი ჰესი, არის სხვადასხვა კლასიფიკაცია იმისა თუ რა მოცულობის, რა მასშტაბის, რა სიმაღლის ფარის მქონე ჰეს შეიძლება ეწოდოს დიდი ჰესი. არსებობს ასეთი კომისია, საერთაშორისო კომისია, ჰესების საერთაშორისო კომისია ეწოდება მას, რომლის თანამედროვე შეფასების მიხედვით 15 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე ფარის, ანუ კედლის, იგივე დამბის, ასე ვთქვათ, სიმაღლის ჰესი ითვლება დიდ ჰესად. ამგვარი კლასიფიკაცია თუ ისარგებლებს საქართველოში რამოდენიმე ასეთი ჰესი მოიპოვება. თუ ძველი საბჭოთა სტანდარტებით ვიხმძღვანებთ, ამ შემთხვევაში ენგურ ჰესი შეიძლება იქნეს წოდებული დიდ ჰესად, რომელზე მაღალ ჰესის არის ახლა საუბარი ხუდონ ჰესის სახით და იგივე ჟინვალის ჰესიც არის ამ კატეგორიას შეიძლება მივაყუთნოთ. თუმცა სხვა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მეტ ჰესს შეიძლება ასეთი კატეგორია იქნეს მინიჭებული. რაც შეეხება მუშაობენ თუ არა ეს უკვე არსებული ჰესები ეფექტურად? რაც შეეხება დღეისათვის ჰესების მუშაობას, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დატვირთულია, ეფექტურობა ამ შემთხვევაში გააჩნიათ ჩვენ რას უწოდებთ ამ ტერმინს. შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რამდენად ეფექტურია. არა, რა თქმა უნდა, და ეს გზა, სხვათა შორის მე ვფიქრობდი, რომ ამაზე შემდგომაც ვისაუბრებდით, მაგრამ ეს გზა არის ერთ-ერთი სწორედ თავიდან აცილების საშუალება ახალი დიდი ჰესის შენებლობისა, ახალი ტერიტორიების დატვირთვისა, იმიტომ რომ ჰესების უმრავლესობა დღის მდგომარეობით არ არის დატვირთული, სრულფასოვნად ვერ მუშაობს თავისი პოტენციალის მიხედვით, იმიტომ რომ ჰესების შევსება ხდება თანათან ნატანი მასალით, ეს არის, იქნება ღორღი, ქვა, ხრეში და შემდეგ ლამი და ის მასალა, რომელიც დინარეს მოაქვს მისი ფუნქციონირების პროცესში, ასევე იგივე ხეების ნარჩენებიც და წყალსამოყოლებული ხეების და ასე შემდეგ, რაც ყოველივე თანათანობით ავსებს ამ ჰესის, ასე ვთქვათ, დამბისპირა ასე ვთქვათ სივრცეს, მის მოცულობას ამცირებს და შესაბამისად ნაკლები წყალი ეტევა ფიზიკურად ამ ჭურჭელში წარმოვიდგინოთ ჩვენ ჰესი და მეორე საკითხი არის თვითონ ის აგრეგატები, ტექნიკური აგრეგატები, რომელიც არის განთავსებული ამა თუ იმ ჰესზე, მათი თანამედროვე ანალოგების გამოყენება კიდევ დამატებით პოტენციალს იძლევა, ისევე როგორც აი ამოს გაწმენდა, ასე ვთქვათ, იმ ჰესებისა, რომელიც დღესდღეობით არის სახეზე. აქედან გამომდინარე არის შეფასებები, რომ დაახლოებით 900 მეგავატამდე ელექტროენერგია შეიძლება ჩვენ მოგცეს არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციამ სულ მცირე. არადა იგივე ხუდონ ჰესის შემთხვევაში საუბარია 657 მეგავატზე, ანუ გამოდის რომ დაახლოებით 1/9 ხუდონ ჰესის მოცულობის ელექტროენერგიის მიღება შეგვიძლია ჩვენ ისე რომ ახალი სოფლები, ახალი ეკლესიები, ახალი ბჭყალებში, ანუ სხვა ეკლესიები, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი მემკვიდრეობა არ გავანადგუროთ, არ დავტბოროთ, ისე რომ არსებული ჰესების მოვლაპატრონობისა და მათი რეაბილიტაციის გზით მივიღოთ ჩვენ იმდენივე ელექტროენერგია და უფრო მეტიც კი, რამდენიც თუნდაც ხუდონ ჰესის შემთხვევაში არის საუბარი. რა კი ამ პრობლემებს მივადექით და ამ პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი. როგორც თქვენ ახსენეთ, თუ კი რეაბილიტაცია მოხდება ძველი ჰესების, მაშინ აღარ იქნება საჭირო ამ ხუდონ ჰესის მშენებლობის. არსებობს თუ არა რაიმე ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს და რომელმაც ასე ვთქვათ, გარკვეულწილად რაღაცა მისცა, ანუ ნიშანი მისცა და გარკვეულწილად ნიშანი მისცა და ანუ შეაფასა ის საფრთხეები, რაც ხუდონ ჰესმა უნდა გამოიწვიოს და თუ ურჩია რამე კონკრეტულად ამ იდეის ინიციატორებს. ასეთი ორგანიზაცია უნდა იყოს სახელმწიფო, ხელისუფლება, კერძოდ მთავრობა, ერთ-ერთი შტო ხელისუფლებისა
და ამ შტოს ფარგლებში ერთ-ერთი სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, რომელსაც ძირითადი წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს სწორედ ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების საქმეში, მაგრამ სამწუხაროდ არც წინამორბედი ხელისუფლების პირობებში, არც მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმა. რაც ნიშნავს იმას, რომ ელემენტარულად ჩვენ არ ვიცით რა დინამიკა გვექნება ელექტროენერგიის მოხმარების დასთან მიმართებაში თუ შესაძლოა შემცირებასთან მიმართებაში უახლოესი წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თუ არ ვიცით რამდენი ელექტროენერგია დაგვჭირდება მომავალ წელს, შემდეგ წელს რაღაც პროგნოზული მაჩვენებლები მაინც არ გაგვაჩნია, ისე ამა თუ იმ მოქმედებების და ამა თუ იმ ქმედებების განხორციელება არასწორია, ხო? იმიტომ რომ ჯერ უნდა იქნეს გათვლები განხორციელებული და შემდეგ შესაძლებელია იმ საჭიროებების გაანგარიშების შემდეგ თუ რამდენი მილიონი ელექტროენერგია დაგვჭირდება ამა თუ იმ წელს, შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე თუ სად რა გზით დიდი ხესის მშენებლობით, იგივე ალტერნატიული გზებით თუ სხვა მეთოდებით იქნეს გამოყენებული და დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნილება. ეს ყოველივე არ გაკეთებულა. ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვანი როლი და წინამორბედი ფუნქცია ამ პროცესში უნდა ეკისრეს საკუთარ თავზე ეკონომიკის სამინისტროს და რატო? იგივე ჩვენმა მაყურებლებმა რომ გაიგონ, საუბარი შემდეგზეა. ძირითადი მომხმარებელი ელექტროენერგიის არის ორი. ეს არის მოსახლეობა, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენებს ელექტროენერგიას და ეს არის საწარმოო სექტორი, ქარხნები, ფაბრიკები და ასე შემდეგ. დღესდღეობით საქართველოში სამწუხაროდ მეწარმეობა და წარმოება, ასე ვთქვათ, არის ძალიან სუსტად განვითარებული, ძალიან კარგი იქნება, თუ კი ის განვითარდება უფრო ინტენსიურად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, იმიტომ რომ აქ ძირითადად დეგრადაციისკენ მიდიოდა ადგილობრივი წარმოება, მაგრამ ეს ყოველივე უნდა იყოს გაანგარიშებული და აქედან გამომდინარე გამოთვლილი თუ რა ენერგეტიკული რესურსი დაჭირდება ამ წარმოებას და რას გულისხმობ. სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი დღის მდგომარეობით გამოცხადებული და ეს თავისთავად კარგია. სოფლის მეურნეობაში ჭირდება სხვა რაოდენობის ელექტროენერგია, სხვა სახის ენერგია ჭირდება მას დამატებით, მაგალითად, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ჭირდება სხვა რაოდენობის ელექტროენერგია, გასაგებია ნაკლები, ძიმე მანქანათმშენებლობას თეორიულად თუ იმჟელებ რომ ასეთი რამ შეიძლება საქართველოში მოხდეს, რაც არ ამბობია, მაგრამ მაინც ჭირდება გაცილებით მეტი ენერგია და ენერგოტევად დარგებს განეკუთვნება და თქვათ მეტალურგიული წარმოება. აქედან გამომდინარე, ეკონომისტებმა უპირველეს ყოვლისა უნდა დადონ პარამეტრები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა, თუ რომელი მიმართულებები არის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული და რომელი მიმართულების განვითარებას წაახალისებს ის საკუთარ ქვეყანაში, გარდა სოფლის მეურნეობის სექტორის, სხვა ჩვენ არ ვიცით დღის მდგომარეობით და ამის შემდგომ ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა შექმნას დოკუმენტი, სადაც აი იმ გაანგარიშებებზე, რომელსაც ეკონომისტები დადებენ, იმედია, დამყარებით ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ რა გზებით შეიძლება შევსებული იქნას ის პოტენციური, ასე ვთქვათ, საჭიროებები, რომელიც გაჩნდება თუ კი ეს მიმართულებები განვითარდება. ეს ყოველივე არ გაკეთებულა, სადღაც ეჩქარებოდა ხელისუფლებას წინამორბედს და სამწუხაროდ ეჩქარება ახალსაც, ისე რომ მათ მაგალითად ჩემთან დებატებში დღევანდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ბატონ ელოშმა განაცხადა, რომ ეს ყოველივე გაკეთებული არ აქვს, მუშაობენ, როდის დაასრულებენ, არ იციან, მაგრამ პასუხი ვერ გასცა იმ კითხვას, მაშინ მანამდე რატო ჩქარობენ და რატომ აშენებენ, თუნდაც დიდ ხესებს. ანუ მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა ახალები არ არის, ხო? მშენებლობები დაწყებული მიმდინარეობს და ამასთანავე ახალი მშენებლობების დაწყებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, აფორმებენ მემორანდუმებს, იგივე ხუდონ ხესზე უარი რომ ეთქვათ, მით უმეტეს ეს მათი საარჩევნო პირობა იყო, რომ დიდი ხესების მშენებლობებს უარს იტყოდნენ, ამის მაგიერ მათ ახალი მემორანდუმი გააფორმეს ამ კომპანიასთან, სამწუხაროდ 2-3 კვირის წინ, რაც ნახევარნებართვას ნიშნავს, ნახევრად თანხმობას ნიშნავს დიდი ხესებზე არა და ხას უსვამ. ერთი რამ ყველამ რომ იცოდეს. მე ვარ ვიყავი, ასე ვთქვათ, ვიყავი და ვარ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის თავის ავტორი. სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოში დიდი ხესებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აგრძალვა იყო პირობა ამ პოლიტიკური ორგანიზაციისა. ისინი ამ პირობის შესრულებაზე ჯერჯერობით არ ზღუდავენ, რბილად რომ თქვა და ნაწილობრივ უკვე დაარღვიეს, იმიტომ რომ მართალია საბოლოო ნებართვა ჯერ არ გაუწიათ, მაგრამ ძალიან ინტენსიურად ლობირებენ ამ იდეებს და ამასთანავე მემორანდუმიც კი გააფორმეს, რაც ნახევარი ნებართვის ტოლფასია. თუმცა საზოგადოების აქტიურობის შედეგად იმედი ეს ყოველივე არ განხორციელდება და საკუთარ პირობებს არ დაივიწყებენ, როგორც წინამორბედმა ხელისუფლებამ დაივიწყა. როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა უარყოფით ისე გავლენა ჰესების მშენებლობას ეკოლოგიაზე? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იმიტომ რომ შესაძლებელია ბევრმა მოსწავლემას თუ მათგანშობილმაც არ იცოდეს, თუმცა იმდენი წელია მიდის დისკუსია უკვე დიდი ხესების პრობლემის თაობაზე, რომ ალბათ მეტნაკლებად ყველა გაერკვა, მაგრამ მაინც განმარტოთ თავისთავად, რატომ არის ესეთი პრობლემატური, რატომ არის ესეთი დიდი ზიანის მომტანი დიდი ხესები. მთავარი ზიანი, გარდა იმისა, რომ
იტბორება კონკრეტული სოფლები, იტბორება ტაძრები, ეკლესიები, იტბორება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იტბორება ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად მარტო ნენსკრას ხესის მშენებლობის შემთხვევაში, რომელიც ხუდონხესის და ნენგურხესის კასკადის გაგრძელება ასევე სვანეთში მდებარეობს იგი და მისი მშენებლობის პროცესი დაწყებული აქვს ფოთაშორის ნებართვის გარეშე, გახსნილი გაქვს ყოველ დღეს წინამორბედ ხელისუფალს, ითვალისწინებს 1 მილიონი კუბური მეტრი ტყის მოჭრას. ეს მხოლოდ მშენებლობის პროცესისათვის. ანუ არის ერთი კატეგორია ზიანისა, რაც გულისხმობს არსებული ტერიტორიის გასუფთავებას, მოწმენდას მოსახლეობისაგან, ტყისაგან, ეკოსისტემებისაგან, ძეგლებისაგან და ასე შემდეგ, ანუ რეალურად ამ ყოველივეს განადგურებას ან დატბორვით, ან წინასწარ ამ რესურსის ტყის შემთხვევაში მოპოვების გზით და შესაბამისად შემდეგ წყლის ქვეშ ეს ყოველივე ნადგურდება გასაგებია, ხომ? ეს არის მნიშვნელოვანი ზიანი, მაგრამ ამის გარდა თავარი პრობლემაა გახლავთ კლიმატის ცვლილება. იცვლება კლიმატი, იმიტომ რომ დიდი რაოდენობის წყალი გროვდება ხელოვნურ წყალსატევში. კლიმატის ცვლილება განაპირობებს პირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და ბუნებაზე, გარემოზე, ასევე ირიბზე გავლენას და რაც გულისხმობს. პირველი, ადამიანები წლების განმავლობაში და საუკუნეების ათასწლეულობის განმავლობაში, როცა ცხოვრობენ ამ თუ იმ კლიმატურ პირობებში, ისინი ადაპტირებული არიან ამ სისტემასთან და შესაბამისად, მაგალითად, კოლხეთის დაბლობის ან ფოთის მაცხოვრებელი ადამიანის ორგანიზმის სხვა პირობებთან არის შეგუებული და მაგალითად მესტიის ან ჭუბერის მაცხოვრებლისა სხვა ასე ვთქვათ კლიმატურ პირობებთან. ეს გენეტიკურადაც განაპირობებულია და ასევე განპირობებულია, აწმოში მისი ცხოვრებისეული ასე ვთქვათ ფუნქციონირებით. ეს ერთი. და ჯანმრთელობაზე ზიანი იგივე ენგურხესის აშენების შემდეგ არის დაფიქსირებული მნიშვნელოვნად გაზრდა სხვადასხვა ტიპის დაავადებებისა ადამიანებში სტენიანობის გაზრდასთან იყო დაკავშირებული. იგივე ზეგავლენას განიცდიან რა თქმა უნდა მცენარეები და ცხოველები, იმიტომ რომ მათთვისაც ეს ადაპტირებული გარემო იცვლება და სხვაგვარი ხდება და ნაწილი სახეობების უბრალოდ განადგურდება, ნაწილი შეიძლება იძულებული გახდეს სხვაგან გადავიდეს, ნაწილმა შეიცვალოს ნირი და შეიცვლება მთლიანად შემადგენლობა იმ უნიკალური ეკოსისტემისა, რომელსაც პირველადი ტყის ეკოსისტემები ქვია ზემო სვანეთისა. რომელიც უნიკალურია მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ იშვიათად შემორჩა განსაკუთრებით ეს ევროპაში და ჩვენ ევროპის ნაწილიც ვართ, ევრაზიის გასაყარზე ვართ და ძალიან საინტერესოა ამ მხრივ არა მარტო ჩვენთვის, არამედ იგივე ტურისტებისთვისაც. თუმცა უპირველეს ყოვლისა ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ახლა იგივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ზეგავლენას. მათზეც, რა თქმა უნდა, ტენიანობის გაზრდა იწვევს სერიოზულ გავლენას და დეგრადაციის პროცესი იგივე სვანური კოშკებისა თუ იქ არსებული უნიკალური ტაძრებისა, რომელიც გამორჩეულია თავისი ფრესკებით და თავისი კულტურული ღირებულებით და მინდა შევახსენო, ვისაც არ ახსოვს, საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის სამი ობიექტია სულ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში შეტანილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ეს გახლავთ ზემო სვანეთი მისი ძეგლებით, ეს გახლავთ ცხეთა ძეგლებითა და ასევე ბაგრატი და გელათის კომპლექსი. ეს არის სულ. შესაბამისად, ამით თუ ეს განხორციელდა ხუდონხესის მშენებლობა და შესაბამისი ზიანი მიიღო ჩვენმა კულტურულმა მემკვიდრეობამ და ბუნებრივმაც, ჩვენ კარგავთ არა მარტო ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეების, ქართველებისთვის ღირებულ, ასე ვთქვათ, საგანძურს კულტურულს, არამედ მართლაც სოფლიოს მისი კულტურული მემკვიდრეობის, მისი საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილს და სერიოზული დანაშაული იქნება თუ კი ეს მოხდა და თუ კი ეს დაუშვით. ისევე როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით საქართველოს არის გამორჩეული და შეყვანილია იუნესკოს ნუსხის მაგვარ სხვა ნუსხაში, რომელსაც ქვია სოფლიოს ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები 25 ცხელი წერტილია სოფლიოს მასშტაბით 25 ეკორეგიონია სოფლიოს მასშტაბით გამოყოფილი და მათ შორის არის საქართველოს, ასე რომ ეს მიღწევა ამ შემთხვევაში აი კულტურული მემკვიდრეობა უფრო მიღწევა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს ჩვენ და ჩვენ ძირითადად ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს, ადამიანმა შექმნა. რაც შეეხება ბუნებას, ხო პატივი კი. ბუნებას ის გვერდმა გვიბოძა და გვაქვს და უნდა მოუფრთხილდეთ და ესე დატბორვისა და სხვა სახის გაჩეხვითა და სხვა სახის მოქმედებებით არ უნდა დავაზიანოთ და ფულზე არ უნდა გავყიდოთ ჩვენი სამშობლო თავისი მართლა ძეგლებითა და თავისი ბუნებით. ამაზეა საუბარი ამ შემთხვევაში. და რაც შეეხება ახლა ირიბ გავლენას, კლიმატის ცვლილება და მისი ირიბი გავლენა კიდევ უფრო მასშტაბურია. იმიტომ რომ ტენიანობის ცვლა ბუნებრივია ნიადაგის მოახდენს გავლენას, ისევე როგორც ზეწოლა მასისა წყლის, არის მნიშვნელოვანი გეოლოგიური საფრთხეები და არის მნიშვნელოვანი კლიმატური საფრთხეები. გახშირდება ბუნებრივი კაცრუებები, იქნება ეს ღვარცოფები, მეწყარები და სხვა და შესაბამისად ამას მოყვება მნიშვნელოვანი ნგრევა იგივე ძეგლებისა და რისკი ადამიანების სიცოცხლის მოსპობისა, ისევე როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობის და ფლორისა და ფაუნის. ამასთანავე თავად ხესი, დიდი ხესების ერთ-ერთი თამდევი და განმასხვავებელი სხვა ხესებისაგან თვისება ის გახლავთ, რომ იმდენად მასშტაბური და მასიურია მის მიერ დაგროვილი წყლის მასა, რომ ის გვევლინება უკვე გეოლოგიურ ფაქტორად. რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ერთი პრობლემაა, რომ მაღალი სეისმურობით გამორჩეული არის საქართველო და ის ზონა, რომელშიც საქართველო მდებარეობს და განსაკუთრებით მისი მთიანეთი. და ამ ხრივ რისკია, რომ შეიძლება მიწისძვრას ვერ გაუძლოს და ბალიანობის სისტემა არ არის შესწავლილი ისე როგორც იყო და თუ ადრე 8 ბალზე ითვლებოდა რისკები ზონაში დღეს 9 ბალზე უნდა გაითვალოს და ეს დამატებით კვლევებს საჭიროებს, იმიტომ რომ შეიძლება მიწისძვრის შემთხვევაში დაინგრეს უბრალოდ ეს ხესი და მართლა 10,000-ობით ადამიანს სიცხლე შეეწიროს, იმიტომ რომ ენგურის ხეობა შემდეგ კოლხეთის დაბლობზე ეშვება და ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები ცხოვრობენ. ერთ-ერთ ინტერნეტ წყაროში ამოვიკითხე, მარტო ხუთონხესის მშენებლობა 25 სოფელს წალეკავს. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი ჩაიშალოს. არა, ეს 25-27 სოფელი ეს დატბორვაზე საუბარი თორე გაცილებით მეტი რა თქმა უნდა, მეტი სოფელი ხდება მისი გავლენის ქვეშ და რა მარტო სოფელი, არამედ ქალაქიც კი, თუ კი მოხდა მისი ასე ვთქვათ დანგრევა. და მოსახლეობა ძალიან დიდია. 100,000 ადამიანი შეიძლება ამას რეალურად შეეწიროს. 10,000-ობით მაინც. და ამასთანავე თავად ხესი მე ბოდიში დავამთავრებ ერთ თემას. თავად ხესი, გარდა იმისა, რომ ასეთი რისკის ქვეშ ხდება, ისევე როგორც სამხედრო რისკები არსებობს და ფაქტობრივად ფრონტის ხაზზე აპირებენ აშენებას, ხო? რუსეთთან ფრონტის ხაზად ითვლება დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ საქართველოს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარია ეს და არა სახელმწიფოს ადმინისტრაციული საზღვარი და აქედან გამომდინარე არის რისკი სამხედრო დაპირისპირების დროს დაბომბვისა, დივერსიული აქტებისა, ტერორიზმის საფრთხე არსებობს, უამრავი ბომბი არის ასე ვთქვათ. ხო, ნუ აი დამატებითი სამიზნეა, რომელსაც შეუძლია ძალიან ხელი გაუხსნას მოწინააღმდეგე მხარეს სურვილის შემთხვევაში, რომ ხერპლი ჩვენს მოსახლეობაში იყოს ძალიან დიდი. და ასეთ დამატებით საფრთხეები შექმნა არღირს და სამიზნეების. ამის გარდა თვითონ ხესი იმდენად მძიმეა თავის წყალთან ერთად, მის მიერ დაგროვებული წყალთან ერთად, რომ იგი შეიძლება გახდეს და ითვლება უკვე მეცნიერული კვლევები არსებობს და დადასტურებული ფაქტია, რომ ხესი გვევლინება დიდი ხესის შემთხვევაში სეისმურ ფაქტორად, ანუ მან შეიძლება თავად გამოიწვიოს მიწისძვრა. რას გულისხმობ? ქანების რაობიდან გამომდინარე, უხეშად ვთქვათ, ბილი ქანებია, ფიქალი ქანები და სხვა ქანები ამ ტერიტორიაზე და ამ ხრივ არის რისკები, ამ ქანების დეფორმაცია და მის დეგრადაცია შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის დაგროვილმა წყალმა და ამასთანავე ბუნებრივ გეოლოგიურ რღვევებზე ზემოქმედების შედეგად დამტკიცებულია, რომ შეიძლება დიდი ხესების გავლენით მოხდეს მიწისძვრა. ეს შეიძლება თქვენთვის სიახლე იყო, მაგრამ ეს ესია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასის მქონე ობიექტია საუბარი. კარგით, ეს ვილაპარაკეთ უარყოფით მხარეებზე და ახლა დადებით მხარეებსაც კითხავთ. ხედავთ თუ არა რაიმე დადებით მხარეს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით? ანუ ისეთი დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც ხუდონ ჰესი არის, საჭიროებს თუ არა მათი ახლად წარმოქმნა და ახლად შექმნა ასეთი პატარა ქვეყნები. დადებითი მხარეები რა აქვს? დიდი ჰესები, ისევე როგორც მაგალითად ატომური სადგურები, განეკუთვნება ძალიან მაღალი რისკების მქონე ობიექტებს. შესაბამისად, მათი საჭიროება თუ არ არის გარდაუვალი, ამ შემთხვევაში არანაირ დადებით მხარეზე საუბარი არ შეიძლება, იმიტომ რომ რისკები არის კოლოსალური და 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანის თუ კი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არსებულმა ხესებმა შეიძლება 10-ჯერ მეტი 10-ჯერ არა, მაგრამ ერთნახევარჯერ მაინც. ერთნახევარჯერ მეტი. მაგრამ დადებითი ის მოგიტანოს. კი ბატონო, ყოველგვარი დამატებითი ზიანის დანაკარგის და რისკის გარეშე გეთახმებით აბსოლუტურად. ანუ მე იმის თქვა მინდოდა, რომ რადგან ესეთი მაღალი რისკის მქონე ობიექტებია, თუ კი სხვა გამოსავალი არსებობს, ამ შემთხვევაში ამ გამოსავალს არ უნდა ასე ვთქვათ, ამ გამოსავლის გამოყენებაზე არ უნდა დაიწყოს საუბარი და გამოსავალი არსებობს. ერთ-ერთზე თქვენი საუბრეთ ამ წუთას, ამის გარდა არსებობს იგივე ქარის ენერგია, მზის ენერგია, არსებობს ძალიან დიდარია საქართველოს თერმული წყლებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი და მათ შორის ენერგეტიკული პოტენციალის მქონე, ასე ვთქვათ, წარმონაქმნი, არის იგივე გაზის გამოყენების პოტენციალი და თბოენერგეტიკის განვითარების გარკვეული პოტენციალი დამატებით ასაცვისებელი, რომელსაც გაცილებით ნაკლები ზიანი მოაქვს და საბოლოო ჯამში კომპლექსური მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული და ამ კომპლექსურ მიდგომაში საქართველოს არანაირი საჭიროება დღეის მდგომარეობით არ აქვს დიდი ხესების მშენებლობისა და საერთოდ საჭიროებების დათვლას და გაანგარიშებას არ განხორციელებულა დეტალურად რაც გასაკეთებელია აუცილებლად. ანუ საქართველოს დიდი ხესების მშენებლობა არა მარტო იმიტომ არ უნდა მოხდეს, რომ ამას დაპირდა ახალი ხელისუფლება აუმრჩევლოს და ეს პირობაა და უნდა შესრულდეს ეს პოლიტიკური ნაწილი ამ საკითხისა, მაგრამ ეკოლოგიური, ეკონომიკური, თუნდაც ენერგეტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე საკითხისა, მათი ადგილი იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან მცირე ტერიტორიაზე, მცირე მიწიან ქვეყანაში, უდიდესი მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მრავალფეროვნება, კულტურული, ბუნებრივი, სოციალური, ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ჩვენი სამშობლოა და სვანეთის გარეშე, თერგის გარეშე
ფარავანის გარეშე, მდინარე ფარავანზეა საუბარი, ამ შემთხვევაში საქართველოს ვეღარ იქნება, რომელიც ჩვენ გვიყვარს და რომელიც ჩვენს მენტალიტეტში არის წარმოდგენილი. კი. ამის გარდა ჩვენ შეგვიძლია აქედან დამატებით კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მივიღოთ როგორც ქვეყანა, იგივე ტურიზმის განვითარების კუთხით იქნება თუ ეკონომიკის სხვა დარგებისა. რაც შეეხება ხესების თემას, აქვე მინდა გამოვყო მცირე ხესების საკითხი. ზოგადად ხესების წინააღმდეგი ჩვენ არა ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ წინააღმდეგი და მე პირადად როგორც ამ დარგის გარემოწესების ექსპერტი ვარ წინააღმდეგი ეს დიდი ხესების გარდა ზოგადად ხესების შენებლობისა იმ შემთხვევაში თუ კი ეს არ ემსახურება საქართველოს შიდა მოხმარების ასე ვთქვათ დაკმაყოფილებას. პირველი, სხვა ალტერნატივა თუ ჯობს სხვა ალტერნატივის გამოყენება, იმიტომ რომ მცირე ხესებსაც საკმაოდ რისკები მოყვება თან, მაგრამ არა ის იმდენი რაოდენობით და იმდენი ასე ვთქვათ მოცულობით, რაც დიდ ხესებს, მაგრამ მაინც და მცირე ხესებს უნდა აშენდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი არის ქვეყნის შიგნით მოთხოვნილება და სხვა ალტერნატივა არის ხელმისაწვდომელი და ესეთი შემთხვევები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამას დადასტურება და დამტკიცება სჭირდება და მეორე მცირე ხესები უნდა აშენდეს ისე რომ მთელი მდინარეები არ იქნეს მოკლული და არ იქნეს განადგურებული ლანდშაფტური და ეკოლოგიური გარემო ამა თუ იმ ხარისაა. მაგალითად, იგივე თუნდაც თერგზე მდინარე ან ფარავანზე მდინარე მშენებლობები რომ ავიღოთ მცირე და საშუალო ხესების შემთხვევაში 90% წყლის მოხმარებაზეა საუბარი, სხვა ტიპის ხესებს აშენებენ. მილში უშვებენ მთელ მდინარეს ფაქტობრივად წყლის 90%-ზე გადამეტების გარეშე, თეთრზე შავი წერია, არის საუბარი რომ თერგი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის მართლა სიმბოლოა, ერთ-ერთი საქართველოსი, რომელზეც წერდა ჭავჭავაძე, ორბელიანი, რომელიც მუზა იყო, რომელიც რბოდა, რომელიც ღრიალებდა და მართლა საქართველოს რაღაც ერთ-ერთი ხატია და ერთ-ერთი სახეა საქართველოსი, მალე შემოდგომიდან ჩვენ შეიძლება აღარ გქონდეს. და ეს ფაქტობრივად განხორციელებული დანაშაულია უკვე, იმიტომ რომ ჯერჯერობით ახალი ხელისუფლების პირობებში გადახედვა ამ პროექტის არ მომხდარა და არის საუბარი იმაზე, რომ 90% მდინარისას რომ გაუშვებენ მილში შემდეგ შეიძლება დაითხოვონ სავარაუდო პრობლემები და წყლის მოხმარების ხარჯები და შემდეგ შეიძლება მოხდეს კორექტირება. რა ჯობდა წინასწარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველაფერს, როდესაც ასეთ გრანდიოზულ და მასშტაბურ პროექტებს ანხორციელებენ, ყოველთვის წინასწარ ითვლიან რისკებს და ექსესებს რაც შეიძლება გამოიწვიოს შემდეგ ამ ყველაფერმა. კი ბატონო, იმიტომ რომ მით უმეტეს უკვე ლანდშაფტის თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგები მოყვა, განადგურებული ულამაზესი ხეობა დარიელის ხეობა, თერგის ხეობა, იმიტომ რომ აფეთქებები განხორციელდა დიდი რაოდენობით, ეს მილი ჩაიდო, დამახინჯდა მართლა ულამაზესი ადგილი ერთ-ერთი საქართველოსი და ნუ ეს ზიანი უკვე სერიოზულია და სხვა ადგილებში მაინც არ უნდა განმეორდეს, იმიტომ რომ ჯერჯერობით არანაირი სტანდარტები არ შეუმუშავებიათ თუ რა მიდგომები უნდა იყოს გამოყენებული მცირე ხესების შემთხვევაში და საერთოდ საუბარი ან რა რაოდენობის წყალზე შეიძლება იყოს საუბარი ამა თუ იმ შემთხვევაში 90% ეს ის ციფრია, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ასე ვთქვათ განადგურების გარდა სხვა რამეს მომტანი. იგივე იქაური ფლორის და ფაუნის კალმახი იქნება თუ სხვა ლანდშაფტის და მთლიანობაში ჩვენი სულის მნიშვნელოვანი ნაწილის. რაც შეეხება სხვა ამგვარ შემთხვევები გვაქვს ბაქვის წყალთან მიმართებაში, აჭარის წყალთან მიმართებაში, მდინარე ფარავანთან მიმართებაში, ყველგან ეს პროცესი გრძელდება ძალიან მძიმე და ჯერჯერობით ცვლილებები არ ჩანს. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ გადაცემაში რომ ვთქვათ, არ შეიძლება ბუნების ძეგლებზე საერთოდ ხესების შენებლობაზე ლაპარაკი, ეს არის ისეთივე არანორმალური მოვლენაა, როგორც აი მაგალითად ბაგრატის ტაძარზე ლიფტის მიდგმა, რაც სამწუხაროდ განხორციელდა, თუმცა ლიფტის მიდგმა გარკვეულწილად ნაკლები პრობლემაა, იმიტომ რომ შეიძლება ლიფტი ადვილად მოიხსნას, მაგრამ გაბურგულ, აფეთქებულ ქანებს, ქედებს, მთებს და ეკოსისტემას, რომელიც აი ბუნებას, რომელიც არის ულამაზესი და ამიტომაც ჰქონდა მას ბუნების ძეგლის სტატუსი, თუმცა დღეს იურდულად 90%-ს აღარ აქვს. ჩვენ ვეღარ აღვადგენთ ესე ერთი ხელის მოსმით ეს ადამიანის ძალას პრაქტიკულად აღემატება. და ასევე დროს გვეწურება სამწუხაროდ პროექტებზე. ახალი მთავრობა საქართველოში მიმდინარე ჰიდროპროექტების გადახედვას აპირებს და არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერი არც გამორიცხავს იმას, რომ ეს პროცესები შეჩერდეს. რა სიტყვით ამის შესახებ? მე არა თუ ვიტყვი, როგორც ამ შემთხვევაში არ ვიქნები წამყვანი სამყაროში, როგორც სპეციალისტი ამ დარგის, მათ მოუწოდებდი სხვა თუ არაფერი საკუთარი საარჩევნო პროგრამა კარგად კიდევ ერთხელ წაიკითხოს და შეასრულოს, იმიტომ რომ პროგრამაში წერია, რომ ეს ვალდებულება, არა სურვილი, არამედ ვალდებულება ახალი პოლიტიკური ხელისუფლების დაპირება, რომელიც უნდა შესრულდეს და რატომ უნდა შესრულდეს და რატომ ჩაიდო დაპირებაში, ადრეს ამ თემაზე ალბათ მას ბევრი მოусმენია და ნუ დღეს კიდევ ერთხელ ჩვენ გადაცემაში ალბათ ბევრმა გაიგო თუ რა სერიოზული ზიანის მოტანა შეუულია საქართველოს დიდ ხესებს. ბატონო ლაშო, თქვენ ახსენეთ, რომ ხესებზე უნდა მოხდეს გადახედვა და რა აგრძელვა და ექსპორტი რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტი.
საქართველოსთან ექსპორტიორი ქვეყანაა, რომ მივიღოთ ჩვენ ელექტროენერგიის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვაღიარებთ ღირებულებას არც ადამიანის, არც ბუნების, არც კულტურული მემკვიდრეობისა და მზად ვართ ყველაფერი გავანადგუროთ მოკლე ვადიანი ფინანსური მოგების გულისთვის. არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. ეს იგივეა, რომ ტყე მთლიანად მოვჩეხოთ, გავყიდოთ, კი ბატონო, თქვათ, არავინ არ მოიპარა და კორუფციას არ ექნა ადგილი, იმედია და ბიუჯეტი შეივსო, თქვათ, იმ წელს ძალიან დიდი თანხით, მაგრამ მომავალ წელს ეს რას მოიტანს, რამდენ მეწყეს, რამდენ ასე თქვათ, სულიერ თუ მატერიალურ ზიანს გასაგებია, ხომ? იგივეა ფაქტურად ჰესების ესეთი მასშტაბური მშენებლობა გასაყიდად ელექტროენერგიის უცხოეთში. შიდა მოხმარებაზე კი დაკმაყოფილების გზები არსებობს, რომელიც არ მოითხოვს დატბორვას, განადგურებას და მეწყრების და კვარცხლბების გახშირებას. ბატონო ლაშა, თქვენ ახსენეთ, რომ ამ დიდი ჰესების მშენებლობა, რომელიც უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს უკანონოდ და განხორციელდა თუ არა რაიმე აღკვეთი ღონისძიებები, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ეს კანონდარღვევა არის და დიდი ჰესების მშენებლობა არ მიმდინარეობს დღის მდგომარეობით, არის მხოლოდ საუბრები, მოსამზადებელი სამუშაოები, წინას არის კვლევები არასრულფასოვანი, მაგრამ მაინც და მცდელობა იმისა, რომ დაიწყოს დიდი ჰესების მშენებლობა. უდონხესით იყო მცდელობა ნენსკრას ფორმალურად გახსნეს ნენსკრას მშენებლობა, მაგრამ არ გაგრძელდა კიდევ კარგი და 1 მილიონი კუბური მეტრი ტყის მოცულობა არ გაიჩეხა ჯერჯერობით, თუმცა უკვე ახალ ხელისუფლებასაც რატომღაც ესეთი სურვილები გაუჩნდა. უდონხესზე არ ჩატარებულა ჯერ სამუშაოები, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებს, მაგრამ აქტიური პროპაგანდა ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან და სამწუხაროდ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან იმისა, რომ უდონხესის ნენსკრაც, ნამახვან ხესის, რომელიც ფაქტურად თელ ლეჩხუმს გაანადგურებს და რაჭის ხესების კასკადის მშენებლობას შეიძლება ეს სააკაშვილის პერიოდში ვერ მოსწრებული იდეები განხორციელდეს არის და მე იმედი მაქვს, რომ იქნება გათვალისწინებული რეალურად ექსპერტების აზრით და საკუთარი საარჩევნო პირობების და ეს ყოველივე დიდი ჰესები მართლაც აიგზელება და ყოველ შემთხვევაში იმედი თუ არ მაქვს ეს საზოგადოებამ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს არ დავკარგოთ და არ დავატყორინოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივი მემკვიდრეობა და ამასთანავე მცირე ჰესებთან დაკავშირებით მოხდება ის, რომ ისინი ბუნების მკვლელობის, მდინარეების გაქრობის ხარჯზე არ გაკეთდეს და გაკეთდეს მხოლოდ იმ რაოდენობით, რამდენიც ქვეყანას ამ წუთას სჭირდება და სხვა ალტერნატივები განვითარდეს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ დღეს. რეაბილიტაცია ჰესების კანონით არა, სამწუხაროდ გაგრძელებული არ არის. იყო ატომური კანონდარღვევასთან არ გვაქვს. არა, ფორმალური თვალსაზრისით არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემასთან გვაქვს აქ. დაავკრძალოთ. რადგან საზოგადოებაზე არის საარჩევნო და ფიქრობ, რომ მისი რეალიზაცია იქნებოდა კანონში ჩადება ისეთი აკრძალვის, როგორც ჰქონდა. მაგალითად, ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვა ჩემთვის მიუღებელი ასევე შეურდანის ხელისუფლების პირობებში იყო აკრძალული. მიხეილ სააკაშვილმა გასულ წელს გააუქმა ეს აკრძალვა, მას ჰქონდა გარკვეული ზრახვები, რომ ატომური სადგური აშენებულიყო, იმედი ამ მიმართულებით მაინც არ გაიმეორებენ მას ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. და დღეს ეს აკრძალვას უნდა დაბრუნდეს კანონში და დაემატოს მას დიდი ჰესების საკითხიც. ეს არის ის პირობა, რომელიც აქვს დადებული და უნდა შეასრულოს. რადგან საზოგადოება ვახსენეთ, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულმა ორგანიზაციებმა, მთავრობამ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად ენერგეტიკის სამინისტრომ, იგივე გარემოს დაცვის სამინისტრომ, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებას, რამდენად გათვითცნობიერებულია დღეისათვის საზოგადოება და კონკრეტულად რა პოზიცია აქვს სვანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. და არა მარტო, მე მაინტერესებს ზოგადად საზოგადოების თვითშეგნება და განწყობა ამ პრობლემის მიმართ. მე ხშირად გქონია ამ თემაზე სატელევიზიო გამოსვლები, ბრიფინგები, საპროტესტო აქციების ორგანიზატორიც ყოფილ ვარ, მონაწილეს და ასე შემდეგ წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი იყო 11 აპრილს კინოსახლში გამართული საჯარო დისკუსია. განხილვების, ხალხანსხლო ჰოლანდიელების ექსპერტული დასმის განხილვაზეც მონაწილეობდი, ავტორი ვარ თავად ამ პროგრამის მოქმედი ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, ვიცი რეალურად განწყობა არის მოსახლეობის უარყოფით და ბუნებრივია, იმიტომ რომ მოაზროვნე ადამიანს არ ამგონია რომ რაიმე დადებითი შტაბეშლება დარჩეს, როცა ეკლესიების და ძეგლების დატბორვაზე საუბარი ტყის მასიურ ჩეხვაზე და იმ კოლოსალურ რისკებზე, რომელზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ეს განწყობა არის ნაწილობრივ პასიური. თუმცა განწყობა, მაგრამ კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს საზოგადოებამ ისეთს, რომ ხელი შეუშალოს იგივე მთავრობას ამ პროექტის განსახორციელებლად. საზოგადოებას კი მოლაპარაკებები გაგრძელდა და ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც კანონიერად მთავრობა მისცემს ნებართვას, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომ მოახდინოს მასზე მანიპულირება და ანუ ასე ვთქვათ, დომინანტი გახდეს ამ შემთხვევაში და აკრძალოს ეს ყველა. საზოგადოების როლი, როგორც სხვა საკითხებთან მიმართებაში არის იმაში, რომ მან ის ღირებულებები, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, ეს ეკოლოგიური გარემო იქნება, ბუნებრივი მემკვიდრეობა, ძეგლები თუ სხვა, უნდა დაიცვას და უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას ნათლად და გასაგებად, რომ ის არ გაცვლის თუნდაც სვანურ კოშკებს ან ეკლესიებს თურქეთში გაყიდული დენზე და შემოსულ დამატებით გადასახადზე თუნდაც რაღაცა რაოდენობის, რომელიც არ არის სხვა შორის დიდი.
ეს უნდა გამოჩნდეს როგორ? ეს უნდა გამოჩნდეს სხვადასხვა ფორმით. იქნება ეს ხელმოწერების კამპანია, რაც ხორციელდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის ჩვენს მიერ. ეს იქნება საპროტესტო აქციები, ეს იქნება სასამართლოს არჩევნები, ანუ სამოქალაქო აქტივობის უამრავი ფორმა არსებობს, რომელიც თუ კი იქნება გამოყენებული სათანადო მოცულობითა და ეფექტურობით, მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული გახდება მაინც სხვა თუ არაფერი, თუმცა მათი ნაწილი ალბათ თანაუგრძნობს, იმედი მაქვს ამ პროცესს, რომ გაითვალისწინოს და შეასრულოს საკუთარი საარჩევნო პირობა. მაგრამ შეაჩეროს. არა, უნდა აგრძელო. უნდა აგრძელო. ეს საკითხი თუ არ ამოიწურა, ამ საკითხზე საუბარი თუ არ ამოიწურა, ასეთი ფინანსური ინტერესების მქონე ჯგუფები იარსებებს ყველა ხელისუფლებაში და არის მაღალი რისკი იმისა, რომ მათ გავლენა მოახდინონ მთლიანობაში გაწყვეტილებაზე და ჯერჯერობით, როგორც ჩანს, სამწუხაროდ მათი ფინანსური ინტერესების მქონე ჯგუფების, კორუფციული ჯგუფების პირდაპირ ვთქვათ, ინტერესი უფრო ძლიერია და უფრო ითვალისწინებენ მათ, ვიდრე მოქალაქეთა აზრს და ამიტომ მოქალაქეებმა მეტი უნდა მოვინდომოთ. სვანეთში ძალიან კარგი აქცია გაიმართა სხვათა შორის 3 კვირის წინ დაახლოებით. დაიფიცა ადგილობრივ მოსახლეობამ, რომ ისინი არ დათმობენ, ასე ვთქვათ, საკუთარი წინაპრების კი დატოვებულ აი ამ სიმდიდრეს, რასაც ქვია ბუნება და მათი სოფლები და მათი საკარი და ეკლესიის წარმომადგენლები სხვათა შორის იყვნენ დეკანოზე გამოვიდა ძალიან პრინციპული პოზიციით, სვანეთის იქაური მოძღვარი და ბატონო ბუნებრივია. და ძალიან ბუნებრივია და ძალიან კარგია, რომ აი ესე პრინციპულად დაიცვა მოსახლეობამაც და ეკლესიამაც იზღირებულები, რომელიც თავარი უნდა იყოს ადამიანისათვის, რა არის თავარი, ხო? სახელმწიფოში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე, კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება და ამის გარეშე საქართველოს არსებობას აზრი ეკარგება, რა თქმა უნდა და კარგია. წინა ხელისუფლების პრიორიტეტი იყო ეს ტურიზმი და თუ კი ჩვენ გავანადგურებთ იმ ღირსშესანიშნაობებს, რითიც ვიზიტავთ ტურისტებს, მაშინ ტურიზმიც, ასე ვთქვათ, დეგრადირებული იქნება. კი ბატონო, თავარი ვართ ჩვენ, მოქალაქეები, სადაც ქვეყანა უნდა გვიყვარდეს. მეორეა, რომ მართლა კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ საინტერესოც არის და ტურიზმის უნდა გავითარდეს და ტურიზმზე სამწუხაროდ წინამორბედი ხელისუფლება მხოლოდ საუბრობდა და ერთი ხელით ან ერთ დღეს ტურიზმზე საუბარი და მეორე დღეს სვანეთში იმის განადგურება, რის გამოც ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, არანაირ ნორმაში არ ჯდება, ეს იყო როგორც ჩანს, უბრალოდ შირმა იყო ტურიზმზე საუბარი და რეალური ინტერესი მეტი ქონათ მათ კორუფციული ინტერესის სავარცხნოდი მიამას, აი ამგვარი უმძიმესი პროექტების განხორციელებას. იმედია ეს აღარ განმეორდება, თუმცა რისკები აშკარად სახეზეა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, ჩემს თანაწამყვანებს. ჩვენ ამ სეზონზე ეს ბოლოსინა გადაცემა ქონდა, კიდევ ერთხელ შევხვდებით. კიდევ ერთხელ შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის და იმედია ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ კიდევ ჩვენი გადაცემებიდან. მომავალ შეხვედრამდე იმედია საინტერესოდ გაატარეთ დრო ჩვენთან. უღრმესი მადლობა. კარგი სანდელობა.